აფრიკაში არსებობს ხალხი, რომელსაც არასოდეს დაუთესავს თესლი. არასოდეს მოუშინაურებია ცხოველი. არასოდეს აუშენებია მუდმივი სახლი. 50,000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ პლანეტის გარშემო იმპერიები იბადებოდნენ და კვდებოდნენ, ჰაძაბე აგრძელებდა ზუსტად იმას, რასაც დღეს აკეთებს, იღვიძებს ისე, რომ არ იცის, რას შეჭამს, გადის სანადიროდ ხელნაკეთი მშვილდებით და ხორცის ყოველ გრამს უზიარებს გარშემომყოფებს. ისინი 1300 ადამიანი არიან. ცხოვრობენ ტანზანიის ერთ კუთხეში, ეიასის ტბის მახლობლად. და როდესაც ისინი ახერხებენ ჟირაფის მოკლას, ხდება რაღაც, რაც თანამედროვე სამყარომ სრულიად დაივიწყა. თუ თქვენ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, არ გამორთოთ ეს ვიდეო. უყურეთ ბოლომდე, ახლავე გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ, საიდან უყურებთ. პეიზაჟი, სადაც ეს ხდება, მდებარეობს ეკვატორის სამხრეთით, ეიასის ტბის მლაშე წყლებსა და დიდი რიფტული ხეობის ფერდობებს შორის. ჩრდილოეთით სერენგეტის ვაკე ჰორიზონტამდე გადაჭიმულია. აღმოსავლეთით გორონგოროს კრატერი დომინირებს ხედზე. და იქვე ახლოს ოლდუაის ხეობა ინახავს ჰომო ჰაბილესის ფოსილიებს, ჩვენი ერთ-ერთი უძველესი წინაპრის, რომელიც ამავე რეგიონში ცხოვრობდა თითქმის 2 მილიონი წლის წინ. ჰაძაბე არ არიან ამ პრიმიტიული ჰომინიდების პირდაპირი შთამომავლები, მაგრამ გენეტიკურად ისინი წარმოადგენენ პლანეტის ერთ-ერთ უძველეს ადამიანურ ხაზს. მათ იდენ მატარებს მარკერებს, რომლებიც მათ პირველ ჰომო სეპიენსთან აკავშირებს. მათი ცხოვრების წესი შეიძლება იყოს ყველაზე ახლო ფანჯარა, რომელიც გვაქვს იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები სოფლის მეურნეობის გამოგონებამდე. მზე ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ჰორიზონტზე, როდესაც მამაკაცები ბანაკს ტოვებენ. არ არის რთული და მშვიდობებები. არ არის წასვლის რიტუალები. მხოლოდ სიჩუმე და მოძრაობა. თითოეულ მონადირესთან აქვს თითქმის 2 მეტრის სიმაღლის მშვილდი, 15-დან 20-მდე ისარი, პატარა ნაჯახი და ჯოხი ხახუნით ცეცხლის დასანთებად. მეტი არაფერი. საერთო წონა არ აღემატება 3 კილოგრამს. თანამედროვე მონადირესთან შედარებით, რომელსაც აქვს შაშხანა, ტელესკოპური სამიზნე, გეპს, რადიოკავშირი და დამხმარე მანქანა, ჰაძაბე აბსურდულად დაუცველი ჩანს. და მაინც ამ ფეხშიშველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც პლანეტაზე ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია. დაფიქრდით, რას ნიშნავს ჟირაფზე ნადირობა მშვილდისრით. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ყველაზე მაღალხმელეთის ცხოველზე. ზრდასრული მამალი აღწევს 5 მეტრს და 80 სანტიმეტრს სიმაღლეში, რაც 2 სართულიანი შენობის ტოლფასია. მისი გული საზამთროს ზომისაა და 11 კილოგრამზე მეტს იწონის. იმ შორეულ თავამდე სისხლის მისაწოდებლად ჟირაფის არტერიული წნევა 2-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვრისა. მის ფეხებს შეუძლიათ ლომის გაჭყლეტა 1 წიხლით. მისი ტყავი ზოგიერთ ნაწილში 2,5 სანტიმეტრზე მეტი სისქისაა. და მისი წონა. ზრდასრული მამალი აჭარბებს 1100 კილოგრამს, ზოგი კი 1200 აღწევს. წარმოიდგინეთ პატარა მანქანა, რომელიც საათში 50 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. ახლა წარმოიდგინეთ ამ მანქანის წაქცევის მცდელობა ხის ისრით, რომელიც გასროლილია მშვილდიდან სამიზნის, სტაბილიზატორის და ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე. როგორ აკეთებს ამას ვინმე? პასუხი ნადირობამდე ბევრად ადრე იწყება. იწყება ბავშვობაში. ჰაძაბე ბიჭი პირველ მშვილდს 4 ან 5 წლის ასაკში იღებს. ეს არ არის სათამაშო. ეს გადარჩენის იარაღია. 10 წლის ასაკში ამ ბიჭს უკვე დამოუკიდებლად აქვს აგებული ფუნქციური მშვილდი და ისრების სრული ნაკრები. ის ნადირობს ჩიტებზე, ციყვებზე, კურდღლებზე და მანებზე. ბევრს აცილებს. ხანდახან არტყამს. სწავლობს ყოველი გასროლით. 15 წლის ასაკში ის უკვე დაჰყვება ზრდასრულ მამაკაცებს უფრო დიდ ნადირობებზე. აკვირდება. ბაძავს. ითვისებს 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას კვალზე, ცხოველის ქცევაზე, ხარის მიმართულებაზე, დღის მონაკვეთზე, მცენარეულობის ტიპზე. 20 წლის ასაკში, თუ მას გაუმართლებს და საკმარისი უნარი ექნება, ის მოკლავს თავის პირველ დიდ მსხვერპლს. და მაშინ, საბოლოოდ, ის ჩაითვლება ეპემერ-ეფიმ, მამაკაცად სრულფასოვან მონადირედ. ჰაძაბეს მშვილდი არ ჰგავს არაფერს, რაც ჰოლივუდის ფილმებში გინახავთ. ეს არის მყარი ხის ნაჭერი, რთული სიმრუდეების, ბლოკების და ბერკეტის მექანიზმების გარეშე. სასურველი ხემოდის ხიდან, რომელსაც ეწოდება დომბიე ქერკი, ადგილობრივად ცნობილი როგორც მუტატეკონ მიუთეტიკო. ეს კონკრეტული ხე გვთავაზობს მოქნილობისა და სიმტკიცის სრულყოფილ კომბინაციას.
მშვილდი შეიძლება გამოიჩეხოს 2 საათზე ნაკლებ დროში, მაგრამ მართლაც კარგი მშვილდი მოითხოვს რამდენიმე დღის ფრთხილ მუშაობას. მშვილდის ლარი მზადდება ჟირაფის იოგისგან. არა ნებისმიერი იოგისგან, არამედ კონკრეტულად ფეხების საკიდი იოგისგან, არა ჩვეულებრივი ბოჭკოვანი სტრუქტურისგან, რომელიც უძლებს 250 კილოგრამზე მეტ წონას, რომელსაც ჟირაფის თითოეული ფეხი ატარებს. დაფიქრდით ამაზე, ზრდასრული ჟირაფი 1000 კილოგრამზე მეტს იწონის. მისი 4 ფეხიდან თითოეულმა მუდმივად უნდა გაუძლოს 250 კილოგრამზე მეტს. იოგი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, ბიოლოგიური ინჟინერიის შედევრია. გაშრობისას ის შეიძლება დაიყოს თხელ, გრძელ და ერთგვაროვან ძაფებად. დასველებისას ის ხდება ელასტიური და წებოვანი, როგორც ბუნებრივი წებო. ჰაძაბე ქალები პასუხისმგებელნი არიან ამ ძაფების დაწვნაზე მტკიცე მშვილდის ლარებად. მამაკაცს, რომელიც თავად ამზადებს თავის ლარს, უცნაურად უყურებენ. ისრები ასევე დახვეწილია თავისი მოჩვენებითი სიმარტივით. თავარი ღერო დამზადებულია, კონგოროკო, ხისგან საგულდაგულოდ გაპრიალებული და დაბალანსებული. ციცრის ბუმბულები მიბმულია უკანა ბოლოზე ფრენის სტაბილიზაციისთვის. ხოლო წვერი. თაობების განმავლობაში ჰაძაბეები ჩედავენ ლითონის წვერებს დიდი ლურსმნებისგან, აჩედებენ მათ ქვებზე, რომლებიც გრდემლის ფუნქციას ასრულებენ. ჰაძაბეს მშვილდის სრულად მოსაზიდად, მამაკაცს სჭირდება საკუთარი სხეულის წონის 70%-ის ტოლფასი ძალის გამოყენება. სამეცნიერო კვლევებმა ეს ძალა დაახლოებით 311 ნიუტონად, ანუ დაახლოებით 31 კილოგრამად გაზომეს. შეადარეთ ეს თანამედროვე სპორტულ რეკურსიულ მშვილდს, რომელიც მოითხოვს 18-დან 22 კილოგრამამდე ძალას. ჰაძაბეს მშვილდი თითქმის 2-ჯერ მეტს მოითხოვს. ისარი მიფრინავს წამში 45 მეტრი სიჩქარით, ატარებს დაახლოებით 37 ჯოული კინეტიკურ ენერგიას. მაგრამ აქ არის პრობლემა. მთელი ამ სიმძლავრის მიუხედავად, მხოლოდ ისარი ვერ შეძლებდა ჟირაფის მოკლას. ტყავი ზედმეტად სქელია. კუნთოვანი მასა ზედმეტად დიდია. ცხოველი უბრალოდ გაიქცეოდა სხეულში ჩარჩობილი ისრით და გადარჩებოდა. ამიტომ არსებობს შხამი. ჰაძაბეები თავიანთ სანადირო შხამს 2 მთავარი მცენარისგან ამზადებენ. ყველაზე გავრცელებულია ედინია მობასამ, ცნობილი როგორც უდაბნოს ვარდი ან იმპალას შროშანი. მეორე არის სტროფენთას ემენიი. ორივე შეიცავს კარდიულ გლიკოზიდებს, ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს გულის მუშაობაზე. კონცენტრირებული დოზებით ისინი პარალიზებას უკეთებენ გულის კუნთს. ექსტრაქციის პროცესი შრომატევადი და ზუსტია. მონადირე აგროვებს მცენარის წვენს. ეს წვენი შემდეგ იხარშება საათების განმავლობაში, სანამ წყალი არ აორთქლდება და არ დარჩება მხოლოდ შავი, სქელი და წებოვანი ნარჩენი. მონადირე ამ ნარჩენს აძლევს თხელი ზოლების ფორმას, რომლებიც ეხება ისრის ლითონის წვერის ქვემოთ და ფიქსირდება ჟირაფის დამატებითი იოგით. შხამი არ არის მყისიერი. მისი ეფექტი დამოკიდებულია ცხოველის ზომაზე იმ ადგილზე, სადაც ის არის შეაღწია და სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი ტოქსინის რაოდენობაზე. 60 კილოგრამიანი იმპალა კვდება 30 წუთზე ნაკლებ დროში. 300 კილოგრამიანი ზებრა დაახლოებით 1 საათს ანდომებს. 700 კილოგრამიანი კამეჩი შეიძლება გაძლოს 3-დან 6 საათამდე. ხოლო 1000 კილოგრამზე მეტი წონის ჟირაფი. მონადირეს შეიძლება მოუჭიოს თავისი მსხვერპლის დევნა მთელი დღის განმავლობაში, სანამ შხამი იმ გიგანტურ გულს გააჩერებს. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით. მონადირე უახლოვდება ჟირაფს უკიდურესი სიფრთხილით, იხდის სანდლებს, რათა თავიდან აიცილოს მშრალი ტოტების გატეხვა, აკონტროლებს სუნთქვას, მოძრაობს ნახევრად ჩაკუზული ასობით მეტრის მანძილზე ეკლიან ბუჩქებში. სროლის იდეალური მანძილი 25-დან 50 მეტრამდეა. უფრო ახლოს ყოფნა სარისკოა, რადგან ჟირაფს შეუძლია შეტევა. უფრო შორს ყოფნა აუარესებს სიზუსტეს. მონადირე მოზიდავს მშვილდს, უმიზნებს ისვრის. ის არის ჰაერსკვეთს. ჟირაფის ფერჩი შედის სველი და ღრმა ხმით. ცხოველი შეშინებული ხდება. გარბის საათში 50 კილომეტრზე მეტი სიჩქარით და წამებში უჩინარდება აკაციის ხეებს შორის. და შემდეგ იწყება ყველაზე რთული ნაწილი. მონადირეს სჭირდება კვალის გაყოლა, მიწაზე სისხლის წვეთების დაკვირვება, იმის შემჩნევა, თუ როგორ ხდება ნაბიჯები სულ უფრო არეული. ჯანმრთელი ჟირაფის კვალი ერთგვაროვანია რეგულარული დაშორებით. მოწამლული ჟირაფის კვალი იწყებს კლაკნას, თითქოს ცხოველი თავბრუდახვეული იყოს. ჰაძაბეები ამას მთვრალ კვალს უწოდებენ.
ჰაძაბეებს აქვთ საინტერესო მეთოდი მოწამვლის პროგრესის შესაფასებლად, ისინი აგემოვნებენ სისხლს მიწაზე დაგდებული წვეთებიდან. მაშინვე აფურთხებენ. რაც უფრო მწარეა გემო, მით უფრო ძლიერია შხამის კონცენტრაცია. როდესაც სისხლი ზედმეტად მწარე ხდება ასატანად, მათ იციან, რომ მსხვერპლი აღსასრულთან ახლოსაა. ზოგჯერ კვალი იკარგება კლდოვან რელიეფზე. ზოგჯერ ღამე დგება სიკვდილამდე. ზოგჯერ სხვა მტაცებლები პოულობენ დასუსტებულ ჟირაფს პირველები. ლომები, აფთრები, ლეოპარდები. ზოგჯერ ცხოველი უბრალოდ გამოჯანმრთელდება. შხამი არ იყო საკმარისად ძლიერი. ჟირაფი გადარჩება. მონადირე შინხელცარიელი ბრუნდება. ყოველი ნადირობა წარმატებით არ სრულდება. სინამდვილეში უმეტესობა ასე არ სრულდება. ჰაძაბეებმა ახლოს იციან წარუმატებლობა. მაგრამ როდესაც ეს მუშაობს, როდესაც ის ჟირაფი საბოლოოდ ეცემა აფრიკული მზის ქვეშ, მისი ფეხები იკეცება, მისი უზარმაზარი სხეული მიწაზე ეხეთქება დარტყმით, რომელიც მტვერს წევს და ჩიტებს აფრენს ახლომდებარე ხეებიდან. რაღაც არაჩვეულებრივი ხდება. რაღაც, რაც კაცობრიობის დანარჩენმა ნაწილმა 10,000 წლის წინ დატოვა, როდესაც გადაწყვიტა, რომ დათესვა სჯობდა ნადირობას, დაგროვება სჯობდა გაზიარებას, ერთ ადგილზე დარჩენა სჯობდა მოძრაობას. ჰაძაბეებს აქვთ ზეპირი ტრადიცია, რომელიც სამყაროს ისტორიას 4 განსხვავებულ ეპოქად ყოფს. პირველ ეპოქაში სამყარო დასახლებული იყო ბალნიანი გიგანტებით, რომლებსაც აკაკაანები, ეკეკენები ერქვათ პირველები. ამ პრიმიტიულ არსებებს არ ჰქონდათ იარაღები და არ იცოდნენ ცეცხლი. ისინი ნადირობდნენ ცხოველების დევნით, სანამ ისინი დაღლილობისგან არ დაიხოცებოდნენ. ჭამდნენ უმხორცს, რადგან სხვა გზა არ იყო. ეძინათ ხეების ქვეშ, რადგან არ იცოდნენ თავშესაფრების აშენება. მეორე ეპოქაში მოვიდნენ ქსააქსაანები, ცეცხლები, შუალედურები, ასევე გიგანტები, მაგრამ ბალნის გარეშე. მათ აღმოაჩინეს, როგორ დაენთოთ ცეცხლი და მოემზადებინათ ხორცი, მაგრამ ცხოველები უფრო ფრთხილები გახდნენ. სწორედ ქსააქსაანებებმა შექმნეს ეპემენ რიტუალი. მომდევნო ეპოქებმა მოიყვანეს არსებები, რომლებიც სულ უფრო მეტად ჰგავდნენ დღევანდელ ადამიანებს, რაც დაგვირგვინდა თანამედროვე ჰაძაბეებით, რომლებიც საკუთარ თავს დედამიწის მკვიდრთა მეხუთე და უკანასკნელ თაობად მიიჩნევენ. ეს მითოლოგია ავლენს რაღაც მნიშვნელოვანს. ჰაძაბეს ტრადიციულ ნარატივშიც კი არსებობს გაცნობიერება იმისა, რომ ყოველთვის ასე არ იყო. იყო დრო ცეცხლამდე. იყო დრო, როდესაც მთელი ხორცი უმი იყო. და ეს დრო არ განიხილება სირცხვილით, ან როგორც პრიმიტიული ფაზა, რომელიც უნდა გადაილახოს. იგი განიხილება როგორც ადამიანის არსებობის ბუნებრივი ციკლის ნაწილი. თავი მეორე, ნადიმი და სისხლი წარმოიდგინეთ ეს, ზრდასრული ჟირაფი იძლევა 400 და 500 კილოგრამამდე გამოსაყენებელ ხორცს. ერთ ჟირაფს შეუძლია გამოკვებოს 30 ადამიანისგან შემდგარი მთელი ბანაკი რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ერთ ოჯახს შეუძლია მოიხმაროს კვირების განმავლობაში. იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია შეინახოს მაცივრის გარეშე ტროპიკულ კლიმატში. ამიტომ მოკლული ჟირაფის ამბავი სავანაში ცეცხლივით ვრცელდება. სხვა მონადირეები ამჩნევენ ცაში მოტრიალე სვავებს. ღამით ესმით ლომებისა და აფთრების ხმები, რომლებიც ახალი სისხლის სუნმა მიიზიდა. მეზობელი ბანაკებიდან მამაკაცები, ქალები და ბავშვები იწყებენ შეკრებას კვლის ადგილზე. დამტარებელთა ჯგუფები, რომლებიც 2-დან 25 ადამიანამდე მერყეობს, ორგანიზდებიან ხორცის გადასატანად. და შემდეგ იმის ნაცვლად, რომ ეს ცილის მთა შინ წაიღონ, ჰაძაბეები აკეთებენ რაღაცას, რაც ეწინააღმდეგება ყოველგვარ თანამედროვე ლოგიკას. ისინი იცვლიან სახლს. მთელი ბანაკი გადადის იმ ადგილას, სადაც ჟირაფი დაეცა. ოჯახები შლიან თავიანთ თავშესაფრებს ტოტებისა და მშრალი ბალახისგან, ზურგით და აქვთ თავიანთი მცირე ნივთები, გადიან კილომეტრებს სავანაში ლეშამდე. 2 საათზე ნაკლებ დროში ქალებს უკვე აშენებული აქვთ ახალი თავშესაფრები ნადიმის გარშემო. ჰაძაბეს სახლის ძირითადი სტრუქტურა არის გადახლართული ტოტების გუმბათი, დაფარული ოქროსფერი ბალახით, არაუმეტეს პატარა მანქანისა, მაგრამ საკმარისი ოჯახის შესაფარებლად. ჟირაფი არ მიდის ხალხთან. ხალხი მიდის ჟირაფთან. ლოგიკის ეს შებრუნება ავლენს რაღაც ღრმას იმაზე, თუ როგორ ესმით ჰაძაბეებს თავიანთი კავშირი მიწასთან. ისინი საკუთარ თავს არ განიხილავენ ფიქსირებული ტერიტორიის მფლობელებად. ისინი საკუთარ თავს ხედავენ უფრო დიდი სისტემის ნაწილად, სადაც რესურსები ჩნდება და ქრება, სადაც მობილობა გადარჩენაა. მზე მაღლა, როდესაც დანაწევრების სამუშაო იწყება. არ არსებობს დანიშნული ყასაბი. არ არსებობს ნაჭრების იერარქია.
მამაკაცები მუშაობენ დანებით, რომლებიც დამზადებულია ქვებზე გამოჭედილი და ფორმირებული ლურსნებისგან. ჟირაფის კანი იხსნება დიდი სექციებით. ეს სქელი ტყავი გარდაიქმნება სანდლებად, რომლებიც თვეების განმავლობაში ძლებს, ტვირთის გადასატან თასმებად, სამშენებლო მასალად. არაფერი იკარგება. წვივის ძვლები, რომლებსაც ბიოლოგები საზარბაზნე ძვლებს უწოდებენ, გრძელი და მკვრივია. ეს ძვლები შეინახება იარაღების, ისრის წვერების, საყრდენების დასამზადებლად. ფეხების საკიდი იოგის საგულდაგულოდ იქნება ამოღებული, დაყოფილი ბოჭკოებად, ძეზე გამშრალი. თითოეულ შეკვრას შეუძლია რამდენიმე მშვილდის ლარის წარმოება. ერთი ჟირაფი იძლევა მასალას რამდენიმე მონადირის თვეობით აღჭურვისთვის. და ხორცი. აქ იწყება ჰაძაბეების ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაგებული ტრადიცია. თქვენ ალბათ გინახავთ ვიდეოები ინტერნეტში, სადაც ნაჩვენებია ჰაძაბე მამაკაცები, რომლებიც ხორცს ჭამენ პირდაპირ ლეშიდან. მილიონობით ნახვა. ათასობით შოკირებული კომენტარი. მაგრამ ის, რასაც ეს ვიდეოები იშვიათად ხსნიან, არის ამ პრაქტიკის უკან მდგარი კულტურული და კვებითი კონტექსტი. ჰაძაბეები მთელ ხორცს უმად არ ჭამენ. უმეტესი ნაწილი იწვება კოცონზე, რომელიც დანთებულია ხახუნის ტექნიკით, რომელსაც მათი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ. ჰაძაბე მონადირეს შეუძლია ცეცხლის დანთება 1 წუთზე ნაკლებ დროში, მაგარი ხის ჯოხის ტრიალით რბილი ხის ფუძეზე. თუმცა გარკვეული ახალი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, გული და შიგნეულობა, მონადირეების მიერ უმად მოიხმარება ჯერ კიდევ კვლის ადგილზე. რატომ აკეთებენ ამას? უმარტივესი ახსნა კვებითია. ახალი ორგანოები შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც სწრაფად დეგრადირდება მომზადებისას. ახლად მოკლული ცხოველის უმი ღვიძლი გვთავაზობს ვიტამინი A-ს, ვიტამინი B12 K-ს და მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ჰემური რკინის არაჩვეულებრივ კონცენტრაციას. ხალხისთვის, რომელიც არ მოჰყავს რკინით მდიდარი ბოსტნეული, რომელსაც არ აქვს წვდომარძის პროდუქტებზე ან ფერმის კვერცხებზე, ეს უმი ხორცი არ არის ეგზოტიკური ახირება. ეს არის ათეულობით 1000 წლის განმავლობაში დახვეწილი გადარჩენის სტრატეგია. კვებითი კვლევები აჩვენებს, რომ ჰაძაბეს დიეტა გასაკვირად დაბალანსებულია. ხორცი შეადგენს მთლიანი კალორიების დაახლოებით 25%-ს წლის განმავლობაში, მაგრამ ეს პროცენტი იცვლება სეზონების მიხედვით. მშრალ სეზონზე, როდესაც ცხოველები კონცენტრირდებიან წყლის რამდენიმე წყაროს გარშემო, ხორცმა შეიძლება მიაღწიოს დიეტის 40 ან 50%-ს. წვიმიან სეზონზე ხორცი შეიძლება დაეცეს 10%-ზე ნაკლებამდე, რაც ჩანაცვლდება ტუბერებით, ბაობაბის ნაყოფით, ველური თაფლით და კენტრით. თაფლი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ჰაძაბეებს აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩიტთან, რომელსაც ეწოდება მაჩვენებელი ჰანიგაირ. ეს პატარა ჩიტი მიუძღვის მონადირეებს ბაობაბის ხეებში დამალულ ველურსკებამდე. ჩიტი გამოსცემს ხმას, მამაკაცები უსტვენენ საპასუხოდ და ერთად კვეთენ სავანას პარტნიორობით, რომელიც შეიძლება ათასობით წლის იყოს. როდესაც სკაიპოვება, მონადირეები იყენებენ კვამს ფუტკრების დასამშვიდებლად და იღებენ თაფლს, ფიჭის ნაწილს კი ჩიტს უტოვებენ ჯილდოდ. თუ ჰაძაბეებს გკითხავთ, რომელია საჭმელი, რომელიც ყველაზე მეტად სურთ, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იქნება: ხორცი, თაფლი და წყალი. თუ ეს სამი რამ გვაქვს, ამბობენ ისინი, ბედნიერები ვართ. მაგრამ ამ ისტორიაში სხვა შრეც არსებობს. წმინდა შრე. ჰაძაბეები ასრულებენ რიტუალს, რომელსაც ეწოდება ეპემე-ეფიმ. სიტყვა ერთდროულად მრავალ მნიშვნელობას ატარებს. ეპემე არის ახალი მთვარე, ის ყველაზე ბნელი ღამეები, როდესაც სასრულიად შავია. ეპემე არის ზრდასრული მამაკაცობა, სტატუსი, რომელსაც ახალგაზრდა აღწევს თავისი პირველი დიდი მსხვერპლის მოკლით. და ეპემე ასევე ეხება დიდი ცხოველების კონკრეტულ ნაწილებს, რომელთა მოხმარება მხოლოდ ინიცირებულ მამაკაცებს შეუძლიათ. რომელი ნაწილები ითვლება ეპემედ? თირკმელები, ფილტვები, გული, კისერი, ენა, სასქესო ორგანოები. ეს წმინდა ნაჭრები არ შეიძლება ნახონ ქალებმა ან არაინიცირებულმა ახალგაზრდებმა. მათი მოხმარება არ შეიძლება მხოლოდ ერთი მამაკაცის მიერ. ისინი უნდა გაიყოს ყველა იქ მყოფ ეპემე მამაკაცს შორის, შეიჭამოს მთავარი ბანაკის გარეთ, ქალებისა და ბავშვების თვალისგან მოშორებით. ამ წესების დარღვევას მოაქვს მძიმე დაავადებები და ხანგრძლივი უბედურება. დააკვირდით ამ ტრადიციის სირთულეს. ერთი მხრივ ის დისკრიმინაციულად ჩანს, ქალების გამორიცხვით სპეციალური ნაჭრებიდან. მეორე მხრივ არსებობს კომპენსაცია, ქალებსა და ბავშვებს აქვთ ექსკლუზიური წვდომა კუს ხორცზე, რაც აბსოლუტური ტაბუა მამაკაცებისთვის.
ჰაძაბეებმა შეიმუშავეს საკვების განაწილების სისტემა, რომელიც აბალანსებს საკვებ ნივთიერებებს თემის სხვადასხვა ჯგუფს შორის. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის დახვეწილი სოციალური ინჟინერია. ნადიმის სცენა ეჭქვეშ აყენებს საკუთრების ყველა თანამედროვე გაგებას. ვინც მოკლა ჟირაფია, არ არის ჟირაფის მფლობელი. ხორცი ეკუთვნის ყველას, ვინც იქ იმყოფება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუახლოვდეს მას, ვინც ჭამს და უბრალოდ აიღოს საჭმლის ნაწილი. არ სჭირდება ნებართვის თხოვნა. არ სჭირდება ფორმალური მადლობის გადახდა. გაზიარებაზე უარის თქმა ითვლება ყველაზე მძიმე მორალურ ნაკლად, რაც კი შეიძლება ჰაძაბეს ჰქონდეს, იმაზე უარესად, ვიდრე სიმხდალე, იმაზე უარესად, ვიდრე უპატიოსნება. ადამიანი, რომელიც აგროვებს საჭმელს, სანამ სხვები შიმშილობენ, გახდება ჭორების, დაცინვის და საბოლოოდ სრული ოსტრაკიზმის სამიზნე. ის შეიძლება აიძულონ მარტო იცხოვროს, რაც პრაქტიკაში სასიკვდილო განაჩენია გარემოში, სადაც გადარჩენა თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. როგორ მოქმედებს ეს მონადირეზე, რომელმაც საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, საათობით დევნიდა მსხვერპლს, გაუძლო წყურვილს და მტაცებლების საფრთხეს და საბოლოოდ მოკლა იგი. ანთროპოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საუკეთესო ჰაძაბე მონადირეები არ გრძნობენ წყენას. პირიქით, მათ ესმით, რომ მათი აღმატებული უნარი უზრუნველყოფს მთელი თემის გამოკვებას. და საზოგადოებაში ფორმალური იერარქიის გარეშე, ბელადების გარეშე, მეფეების გარეშე, მატერიალური სიმდიდრის დაგროვების გარეშე, სოციალური პრესტიჟი, რომ აღიარებული ხარ დიდ მონადირედ, არის მთავარი ჯილდო. ყველაზე მეტად მორთული მშვილდები საუკეთესო მონადირეებს ეკუთვნით. ყოველი მოკლული დიდი მსხვერპლი მშვილდს ამატებს ტყავის ზოლს, რაც მას მიღწევების ვიზუალურ ჩანაწერად აქცევს. მამაკაცები ყვებიან თავიანთი ნადირობის ამბებს კოცონის გარშემო, როდესაც ღამე დგება. ეს არ არის ფაქტების მშრალი გადმოცემა. ეს არის სრული თეატრალური წარმოდგენები. მონადირე აცოცხლებს დევნის ყოველ მომენტს. იგრძელებს კისერს და დადის ოთხზე, როდესაც ჟირაფს ასახიერებს. იხრება, მოძრაობს ჩუმად, უმიზნებს წარმოსახვით მშვილდს, როდესაც საკუთარ თავს ასახიერებს. ბავშვები ჰიპნოზირებულები უყურებენ, ითვისებენ ტექნიკას, იმახსოვრებენ დეტალებს. ასე გადადის ცოდნა თაობიდან თაობას. არა წიგნებში, არა სკოლებში, არამედ ვარსკვლავური ცის ქვეშ მოყოლილ ამბებში. რატომ არ განავითარეს ჰაძაბეებმა სოფლის მეურნეობა, როგორც დედამიწის პრაქტიკულად ყველა სხვა ხალხმა? ჰაძაბეები მიწათმოქმედი ხალხებით არიან გარშემორტყმულნი სულ მცირე 2000 წელია. მათ იციან ტექნოლოგია. იციან, როგორ მუშაობს. და მათ არაერთხელ გაიმეორეს სამთავრობო ზეწოლის ათწლეულების განმავლობაში, რომ მათ უბრალოდ არ სურთ მისი მიღება. 1927 წელს ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ პირველად სცადა ჰაძაბეების დასახლება სასოფლო-სამეურნეო სოფლებში. მიაწოდა თესლი, იარაღები, ინსტრუქციები. ჰაძაბეები დაელოდნენ ხელისუფლების წასვლას და დაბრუნდნენ სავანაში. 1939 წელს ბრიტანელებმა კვლავ სცადეს. იგივე შედეგი. 1964 წელს ტანზანიის მთავრობამ ააშენა აგურის სახლები, დაამონტაჟა წყალგაყვანილობა, შექმნა სკოლები და სამედიცინო კლინიკები. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩანდა, რომ ეს მუშაობდა. მაგრამ შემდეგ წითელა, რომელიც იშვიათია გაფანტულ მომთაბარე პოპულაციებში, სასიკვდილო ეპიდემიად იქცა, როდესაც ათობით ოჯახი დახურულ სივრცეში იქნა კონცენტრირებული. ბავშვები დაიხოცნენ. დიდები დაიხოცნენ. კულტივირებული მარცვლეულის ერთფეროვანმა დიეტამ მოიტანა კვებითი დეფიციტი. 1979 წელს პრაქტიკულად ყველა გადარჩენილმა მიატოვა სოფელი და დაუბრუნდა ტრადიციულ ცხოვრებას. დღეს დაახლოებით 300 ადამიანი კვლავ ცხოვრობს სრულიად ტრადიციული წესით, 100%-ით ნადირობითა და შემგროვებლობით. კიდევ 700 ცხოვრობს შერეულ სიტუაციაში. დანარჩენები თანდათან შთაინთქნენ თანამედროვე ეკონომიკაში. ტურიზმმა მოიტანა ეკონომიკური სარგებელი და მძიმე კულტურული პრობლემები. ერთი მხრივ ის სთავაზობს შემოსავალს თემებს, რომლებმაც დაკარგეს წვდომა თავიანთ ტრადიციულ სანადირო მიწებზე. მეორე მხრივ მან შექმნა ჰაძაბეს კულტურის პერფორმანსული და გამარტივებული ვერსია, რომელიც ზოგჯერ ეწინააღმდეგება რეალობას. პოპულარული ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია მოხატული მამაკაცების ჯგუფები, რომლებიც ნადირობენ პავიანებზე ძაღლების ხროვით, წარმოადგენს ტურისტების კამერებისთვის დადგმულ სცენებს და არანამდვილ ტრადიციულ პრაქტიკას. ჭეშმარიტად ტრადიციული ჰაძაბეები ნადირობენ მარტო ან ჩუმწყვილებში, ძაღლების გარეშე, სხეულის რთული მოხატულობის გარეშე, ყვირილისა და ეგზიბიციონიზმის გარეშე.
განსხვავება კომერციულ სანახაობასა და რეალურ გადარჩენას შორის უბსკრულია. 2011 წელს 700 ადამიანისგან შემდგარ ჰაძაბეს თემს გადაეცა საკუთრების უფლება 20,000 ჰექტარზე მეტ მიწაზე. ეს იყო ისტორიული მომენტი, პირველი შემთხვევა, როდესაც ტანზანიის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა უმცირესობის ტომის ტერიტორიული უფლებები. მაგრამ 20,000 ჰექტარი წარმოადგენს იმ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც ჰაძაბეებს ერთი საუკუნის წინ ეკავათ. და მეზობელი ფერმერები აგრძელებენ წინსვლას. დაფიქრდით ენაზე, რომელზეც ეს მონადირეები საუბრობენ. ჰაძენ არ ჰგავს დედამიწაზე ცნობილ არც ერთ სხვა ენას. ლინგვისტები მას ენობრივ იზოლატად აკლასიფიცირებენ. მისი თანხმოვნები მოიცავს კლიკებს, რომლებიც წარმოიქმნება ენით პირის ღრუს სხვადასხვა ნაწილზე, ბგერებს, რომელთა წარმოთქმაც არააფრიკელი მოზრდილების უმეტესობას არ შეუძლია წლების ვარჯიშის შემდეგაც კი. არსებობს ათობით სხვადასხვა სიტყვა ნადირობისას მოკლული ცხოველების აღსაწერად, თითოეული ტერმინი აკონკრეტებს, როგორ იქნა მოპოვებული მსხვერპლი. ენას არ აქვს დამწერლობის სისტემა. დაახლოებით 800 ადამიანი კვლავ თავისუფლად საუბრობს ჰაძანეზე. მთელი ცოდნა ზეპირად გადაიცემა. და სწორედ უმთვარო ღამეებში აღწევს ეპემი რიტუალი თავის პიკს. მამაკაცები იცვამენ ცხოველის ტყავისგან დამზადებულ შავ მოსასხამებს. თავზე იკეთებენ სირაქლემას ბუმბულის თავსაბურავებს. კოჭებზე იბამენ ლითონის ეჟნებს. და ცეკვავენ. თითოეული მამაკაცი რიგრიგობით შედის ცენტრალურ წრეში, სანამ ქალები მღერიან გამოძახილისა და პასუხის რეჟიმში. მოცეკვავე მარჯვენა ფეხს მიწაზე ურტყამს რიტმული ძალით, რითაც ეჟნებს აჟღერებს ქალების სიმღერის სინქრონულად. მისი მოძრაობები წარმოდგენას უძღვნის ვინმე კონკრეტულს, ცოლს, შვილს, მეგობარს. პატივგებულ ადამიანს შეუძლია ადგეს და მასთან ერთად იცეკვოს. რიტუალი შუაღამისას სრულდება. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ეპემე ცეკვაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის ურთიერთობისა და თანამშრომლობის დონეს თემის წევრებს შორის. ეს არ არის მხოლოდ ფერადი ტრადიცია. ეს არის დახვეწილი სოციალური ტექნოლოგია, რომელიც თემს ინარჩუნებს იმაზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ნებისმიერი არსებული ადამიანური ინსტიტუტი. რა ხდება, როდესაც ბოლო ნეკნი გაიწმინდება და ბოლო გამოსაყენებელი ძვალი შეგროვდება? დროებითი ბანაკი ისევე სწრაფად იშლება, როგორც აშენდა. ოჯახები უბრუნდებიან თავიანთ ჩვეულებრივ ადგილებს, ან მიდიან ახალ ტერიტორიებზე, სადაც ხილი მწიფდება, ან სადაც თაფლის სკები იქნა ნაპოვნი. ჟირაფი, რომელმაც 30 ადამიანი გამოკვება მთელი დღეების განმავლობაში, ფიზიკურად წყვეტს არსებობას, შთაინთქმება მათ სხეულებში, ვინც ის მოიხმარა, გარდაიქმნება ენერგიად მეტი ნადირობისთვის, მეტი ცეკვისთვის, მეტი ამბისთვის. მაგრამ ის აგრძელებს სიცოცხლეს სხვა ფორმებით. შვილდებში, რომლებიც მისი იოგებით დამზადდება. სანდლებში, რომლებიც დაიცავს ადამიანის ფეხებს ეკლიან ნიადაგზე თვეობით სიარულისას. ისრის წვერებში, რომლებიც მოკლავს სხვა მსხვერპლს. და ამბებში, რომლებიც ათეულჯერ იქნება მოყოლილი ჯერ კიდევ დაუნთებელი კოცონების გარშემო. 1927 წლიდან მთავრობები ცდილობენ აიძულონ ჰაძაბეები მიატოვონ თავიანთი ცხოვრება. აუშენეს მათ სახლები. შესთავაზეს სკოლები. აიძულეს დაეთესათ ბამბა. ყველა მცდელობა ჩაიშალა. 1965 წელს ტანზანიის მთავრობამ შეიარაღებული ესკორტით გადაიყვანა მთელი ოჯახები სოფლებში, სადაც იყო საავადმყოფო და უფასო საკვები. რამდენიმე თვეში დაავადებებმა გადაუარა თემს. ბევრი დაიღუპა. გადარჩენილები უკან, სავანაში გაიქცნენ. მათ დაკარგეს თავიანთი წინაპრების მიწების 90% 50 წელიწადში. ისინი გარშემორტყმულნი არიან და ტოოგა, დითუგა ფერმერებით, რომლებიც წვავენ ბაობაბის ხეებს, რომლებიც მათ ნაყოფს აძლევს და აფრთხობენ ცხოველებს, რომლებიც მათ ხორცს აძლევს. მეზობლების პირუტყვის მიერ გამოყენებული წყლის ჭები აშრობს ზედაპირულ წყაროებს, რომლებსაც ჰაძაბეები ყოველთვის იყენებდნენ. ტურისტები მათ ფოტოებს უღებენ, როგორც ცოცხალ რელიქვიებს. და მაინც ყოველ ჯერზე, როდესაც მთვარე ქრება ციდან, ჰაძაბე მამაკაცები იცვამენ თავიანთ სირაქლემას ბუმბულის მოსასხამებს, კოჭებზე ეჟვნებს იბამენ და ცეკვავენ ეპემე ცეკვას, რომელსაც მათი წინაპრები ცეკვავდნენ მანამ, სანამ პირამიდები იარსებებდნენ. ისინი არ ცეკვავენ დახმარების თხოვნით. არ ცეკვავენ სამყაროზე წუწუნით. ცეკვავენ იმიტომ, რომ ეს არის ის, ვინც არიან. და სანამ იარსებებს თუნდაც ერთი ჰაძაბე, რომელსაც